მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მე და გიგა წამოვედით იხსე სანადიროთ. კარგი ადგილები იცის გიგამ საიხვე და თბილისთან ახლოს გამოვიპარეთ. დღეს გვექნება საღამოს ნადირობა. დანარჩენს გიგა გვეტყვის რა სტილით ვინადირებთ. ნავიც გვაქვს, ფიტულებიც გვაქვს, რავი გიგა როგორც იტყვი, ისე ვინადირებთ. ჯერჯერობით უნდა შევიდეთ ერთ ადგილას დავათვალიეროთ ნაჯდომი იხვი, სადაც იკვებება. იქ ნახავთ და თუ არაფერი მე უკვე დავდგებით და საღამოს გადაფრენას დაველოდებით და ასევე ხვალედილისთვის დავგიკვავთ და დავათვალიერებთ ტერიტორიებს, რაც შეიძლება ნადირობა. რასაც ვაკვირდები ახლა საკმაოდ კარგი ადგილებია საღამოს რო იხვე შემოვიდეს, აი ხო კარგი ის არის საკვები ბაზა აქვს რა. ხო და რაც შეეხება ლოკაციებს რა, ძალიან ბევრი ადამიანი ითხოვს რომ აი ლოკაცია გამომიგზავნეთ ესა 10000 ნახვა რო აქვს ვიდეოს 8000 კაც დაახლოებით აინტერესებს სად ვინადირეთ რა და არავის არ ეწყინოს ხოლმე რომ ლოკაციას არ ვასაჯაროებთ, იმიტომ რომ ფაქტობრივად შემდეგ უკვე ჩვენი სანადირო ადგილიც აღარ რჩება ხოლმე. ამისათვის უნდა გავაკეთოთ რა, შუადღისით დაზვეროთ ადგილები, საქართველოში ადგილების მეტი რა არის, სადაც შეგიძლია ადამიანმა ინადირო. ჩვენს ქვეყანაში გიგამინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მარტივად არის და ძალიან სრუქად მოქმედებს კანონები. კი ახლა ვიზახეთ რომ ბევრი აღკვეთილები და რაღაცებია, მაგრამ აი ესე ჩვენ ჯგუფაზე ხა მინდორში რომ გამოვალთ მას დავინახოთ და დავდგებით ჩვენ გემოზე და ვინადირებთ. ბევრ ქვეყანაში მასე არ შეიძლება, უმეტეს ქვეყანაში მასე არ შეიძლება. ყველგან არის ნაკრძალი, სადაც შედიხარ თანხას იხდი და რეინჯერის გარეშე ნადირობის უფლება არ გაქვს. კი, ეგეც არის და თან არის ცი რა, რომ აი ბევრი ხალხი დადის ისეთი, რომელმაც არ იცის ნადირობა. მაგალითად, წეგან მოგიყევი რომ აი ვეპარებოდი იხს დამჯდარი იხს და აი ვიღაცამ საერთოდ არ ვიცი, რა ვიცი, სად ისწავლა ნადირობა. აი სადღაც 200 მეტრიდან დაუწყოს როლა დამჯდარი იხს. ხო და ესე შენც გეშლება ხელი, სხვასაც ეშლება ხელი, თვითონაც ვერაფერს ვერ კლავს და ამიტომ არ ვასაჯეროებთ ადგილებს, იმიტომ რომ ჩვენც გვინდა ნადირობა და ნორმალურად უნდა ვიყოთ. ყველა მონადირემ იცის თავისი ადგილი. კი ბატონო. ყველამ უნდა იპოვნოს თავისი ადგილი. ეს ადგილი არც გვარიშვილობით გვერგო და არც სანმე წავიკითხეთ, ხო? ეს ვიპოვნეთ ეს ადგილი ბევრი მცდელობის შემდეგ და თქვენც ესე უნდა მოიქცეთ, სადაც თქვენთვის გეკომფორტულებათ, იქ უნდა ინადირო. შეიძლება ჩემ ადგილში საერთოდ ვერ მოკლა შენ ვერაფერი, იმიტომ რომ არ იცი როგორ მიხვიდე, რანაირად მიხვიდე, ეს სად ჩაუსახდე, ბევრი ნიუანსია რა. არ ვართ არა ნამყოფი, აქ ვიყავით 10 ჯერ, 15 ჯერ, 10 ჯერ არ გამოგვივიდა, მე 11-ად გამოგვივიდა, მე 12-ად გამოგვივიდა და აი ესე უნდა ისწავლო, როგორ მიხვიდე, ერთხელ რო აგიფრინდება შორიდან, იქ აღარ უნდა მიხვიდე, მეორე მხრიდან მიუარო. აქეთ და შესაბამისად, ყველა ჯობია რომ თვითონ თავისით ისწავლოს რომელი ადგილი ჯობია მისთვის სანადიროთ. მე ასე მგონია. კი ბატონო. აქ ჩერდებით? აქ ჩერდებით, უნდა შევიდეთ ხლა იქ. დავიწყოთ ახლა ნენელა მომზადებას. ვეიდერსი დაგჭირდება ხო როგორც ვთქვა. იმიტომ რომ საკმაოდ ჭაობიანი ადგილია. ვერ ვიზავთ ვერაფერს. კი. ხო ბატონო. კარგია, ოდნავ ნიავი აქვს. ხო და იმედია გაგვიმართლებს და აჰა, მშვენიერი ვეიდერსი აქვს. თერმო ვეიდერსი არ გაწყენდა ჩემო გიგა რო იცოდე. კი. ვაპირებ მაგასაც, უბრალოდ პირველი იყო და შესაჩვევად მაინც ვიყიდე რა. კი ბატონო, მშვენიერი პაჯერო იოა, თავზე კოლიბრის ორკაციანი ნავი. ამ ნავით იყო ხო იხვებს რო ეპარებოდი და არ გაცადეს. კი. ხო, დღეს ვინადირებთ რა იარაღებით, აბა? გვაქვს მაგისთვის სასაუბრო დრო, იმიტომ რომ ჯერ ადრეა. კი, ჩემი ანტალია ეს ელეგანტი, რეკაი არის. ო, ძალიან კარგი იარაღია. პირველი ნომერი ჩოკი მიყენია. რა ვიცი, 50-60 მეტრამდე მანძილში იდეალურია. 5 ნომერი, აი, ჩემთვის იდეალურია. კი ბატონო. მეორე იარაღიც მაქვს ATSP, მაგრამ ამ შემთხვევაში საღამოს გადაფრენაა. გუნდურ ფრინველზე მით უმეტეს ნახევრად ავტომატური კარგია. ნახევრად ავტომატური ვიხმაროთ. კი ბატონო, მე დღეს ვინადირებ ფენომა, armsan ფენომათი, 3 ჩოკით, ვაზნა იქნება 5 ნომერი ტრადიციულად. კაი, წავედით ახლა და გადავალთ უკვე მუშა პროცესზე.
მელოტები. ძალიან სწორია. ხო. რაც არის ხოლმე შანსი რომ იჩიდეს კაროჩი. ისე ვაკეთარ მივებაროთ. კაი. მიანა მიჩი. ხო. გადავსებული აიყოთ. ეს ნაპირს ეს ხედავ. გუნზე ჩავიდა. გიგადგას იქეთ. ხარეში. აქ უნდა ველოდოთ ყველა მხრიდან იყოს აბსოლუტურად. და ეს არის დისკომფორტი, რომ წელამდე წყალში გიწევს დგომა. არა, ისაც იხსენ ნადირობა გიყვართ, ეს უნდა გაითვალისწინოთ. ვეიდერსი აუცილებელია. ბიჭო, მოიცა, იხვი მოდის, გაჩერდი. ეგი, ზევით. დაიწყო ბოდიალი, ხედავ? ერთი ცალი იყო, კაი ხარაზული იყო. ხო, აი წინიდან არის. სადესროლეს დაინახე? ნახე რა გუნდი მოდის. ხო, ხედავ. კლასიკა. მაინც ხომ მოვიყვანე? მაინც ხომ მოვიყვანე? ორი ხალი
ხო, აბა ნახოთ. რა იხვია? წლევანდელი კრიაკვა. ადგილობრივი. ჯიგარი ხარ. ამ ლოკაციაზე პირველი იხვი, მაჩვენე? მონახოთ. აი, შვენიერი იხვი. მოვინადირეთ. ამას ისე მოიკეცა, ისე მოხდა, ეს არ დაიჭრებოდა. ჩადემაცადმე. თავიდან იყო დაჭრილი გაროჩე და ხო, ბიჭო. ყინთა და გაიჭედა. ეს არის ფიტული, რო იცოდი. მოდი. თავი დავადებინო თავს. ხო. კი ბატონო. ეხა იხვი არ მოგვადგეს. აი აქ თუ ჩასვან კაია, აი აქ. მაგრამ წავმა არ წაგვართვას. რა? წავმა. არა. ჩასვი. მე მიყვარს დინჯად დამიზნება. ო, კარგია. კუდარი ფიტული არ გვაწყობს. კარგია, გენაცვალეთ მო. 200 მეტრზე არ უნდა ვესრულოთ. ხა. ეხა რო იცოდე, ეგ ორი ცალი. უგინდან მოვა. წავიდა აი იმებში. ხო. პატარა შეიძლება გადმოვიდეს. წვრილი იხვი მინდა, წვრილი. აქ ძმაურო დაღამდება იხვი მოვა. ის წვრილი იხვი, ხო იცი უკარო გადავიდა. ეგეც მოსაკლავი იყო. ძალიან დაბალზე მიდიოდა. აგე მოდიან. უკან ზის ჩასვლას დაგვდი. ეს არა, იქეთ იყო ორი ცალი. ათი იქეთ შენი. იმენა ვერ დაგვინახა, დაინახე? თავზე მარჯდებოდა ბიჭო. ეგ თუ გაინტერესებს ფიტულთან უნდა და მაგას მისვლა. აინტერესებდა ახლა. ხო. ან ის დაინახა თავს. დასრულდა ჩვენი იხსენ ნადირობა. ერთი შემოგვივიდა სასროლზე და ერთი შემოვიდა ცოტა უკან. იმაზე შეიძლება. ხო, იმაზე შეიძლებოდა სროლა. მაგრამ სამწუხაროდ მოგვიანებით დავინახეთ და ნუ მაინც მშვენიერი დღე იყო, მაგერ მოვინადირეთ. რა გიგა რა სიტყვი? რა ვიცი, მშვენიერია. არ არის რაოდენობა მთავარია შედეგი. კი ბატონო. ბატიც დავინახეთ. ერთმა მაგარმა გუნდვა იმ დროს გადაგვიარა, მაგრამ შეხედულობა თითქმის არ იყო. ხმა ქონდა სასწაული, არ ვიცი ხა კამერაში გამოჩნდება თუ არა. სანადირო წამოსვლა, იქ ხმა რომ მოისმინო, თავზე რომ გადაგიხილეს. კი ბატონო. ხო, რა ვიცი, ძალიან კაი იყო. კიდევ ვინადირებთ ამ ადგილას, იმიტომ რომ მე მაგრად მომეწონა ეს ადგილი. კი, მე მგონი ძალიან მალე. მოკლედ, მეგობრებო, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და ლაიქეთ და ძალიან მალე ნახავთ გათამაშების წესებს და გათამაშების ვიდეო ძალიან მალე დაიდება ჩვენს YouTube არხზე. ამიტომ დარჩით ხაზზე. აბა მომავალ შეხვედრამდე.